როგორი ხა პირველი ბლოკი გქონდა? ხა მეორე ბლოკიც მინდა რომ გქონდეს, იმიტომ რომ დღეს ორშაბათი კია და დღეს ნიჭიერი კია, მაგრამ დღეს ორშაბათია და სხვა შუა დღეში მარნი, როგორ მიჭერს ჭიქ? მარნის კონკურსია ჩვენთან, მარნების. ძლდება. და დღეს გათამაშებაც არის ძალიან საინტერესო და მეგობრებო, ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ მე არამსმელი ადამიანით კი მინდა გითხრათ ნერწყვებს ყლაპავ. მარტო ბოთლებია ისეთი ლამაზი. და ეს ბოთლები არის ჩვენი მეგობარი კომპანიის ასკანელი ძმების ბოთლები. ჩვენ წინა ორშაბათს ერთი მაყურებელი უკვე გავახარეთ და ის სამი ბოთლი საუკეთესო ღვინით დავაჯილდოვეთ ასკანელი ძმებისგან. დღეს კი ორი ბოთლი არაჩვეულებრივი უმაღლესი ხარისხის კონიაკს ვათამაშებთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს მინი კონკურსებია ჩვენი დიდი კონკურსის ფარგლებში და გთავაზობთ შეკითხვას, რომელიც თუ რამდენიმე წამში უკვე გამოჩნდება ჩვენს Facebook-ის გვერდზე. თქვენ უნდა გვიპასუხოთ ყველაზე ხარტად და სწრაფად, რომელ წელს დაარსდა კომპანია ასკანელი ძმები. მოგწერეთ ამ პოსტის კომენტარებში, ვინც იქნება პირველი სწორი პასუხის ავტორი, ის იქნება გამარჯვებული და მფლობელი აი ამ არაჩვეულებრივი ორი არაჩვეულებრივი სასმელი კონიაკი. და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასკანელ ძმებს, რომელიც ჩვენი მეგობარი გახდა ამ კონკურსის ფარგლებში და რომელიც ჩვენს მოყურებას დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გამარჯვებულ კონკურსანტსაც არ დატოვებს უსაჩუქრად. ალბათ ასკანელ ძმებს იმიტომ გახდნენ ჩვენი მეგობრები, რომ მოეწონა ჩვენი კონკურსის იდეა და მისი პირობებიც, რომელსაც ახლა შეგახსენებთ. მოკლედ, თუ გაქვთ მარანი ან ძველი თქვენი წინაპრების დატოვებული, ან თქვენ მიერ სულ ახლახანს საკუთარი ხელით გაკეთებული. ნუ დაიზარებთ, გადავიღეთ ფოტო, გამოგიგზავნეთ ჩვენ Facebook-ის გვერდზე. 2 დეკემბერს ძალიან სასიამოვნო, კომპეტენტური და პროფესიონალური ჟურით დაკომპლექტებული კომისია, ასე ვთქვათ, გამოავლენს რამდენიმე გამარჯვებულს, მათ შორის იქნება, რა თქმა უნდა, მთავარი პრიზიც, იქნება ბევრი დამხმარე პრიზებიც, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, თითქოს სწორედ ერთი მარანთაგანი იყოს ეს საუკეთესო, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ეს სწორედ ჩვენი მაყურებლების 10 უკვე ჩვენი კონკურსანტების გამოგზავნილი ფოტოებია და ეს უკვე თანამედროვეა, სრულად სხვა სტილია. ის ფოტოები, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტილის მარნები შეიძლება იყოს რაღაცა ძალიან ტრადიციული და ასევე ძალიან თანამედროვე. ერთი კიდე რა მინდა ვთქვა, რომ ვისაც აქვს თქვა სირთულე პრობლემა თუ არ ვიცი ინტერნეტთან და აი ამ სურათის დადებასთან პრობლემა, შეუძლია გამოგვიგზავნოს რუსთავიორის იმაზე საფოსტო მისამართზე, გადაიღოს ჩვეულებრივი ფოტოსურათი და ჩადოს და გამოგზავნოს სანდროულის 5A-ზე. როგორც მოიქცა ბატონი გრიგოლ კაკაურიძე ქალაქ სტაფონიდან, აი ეს არის კონვერტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომლის გახსნასაც ველოდებოდით სულ მოუთმელად, გავხსენით. და გარდა იმისა, რომ აქ რა თქმა უნდა აღმოვაჩინეთ ფოტოები და სრულიად არაჩვეულებრივი მარანი გავიცანით. აი ნახეთ. ხოდა მაქსიშორიდან ნახევარი მომეცირა. გამიყავი აქ ფოტოები არის. მანამ თქვენ დაათვალებთ, მე წერილს დავიკითხავ. ეს ჩვენი მარნის სურათებია, რომელიც მდებარეობს ქალაქ სესტაფონში. ძალიან მინდა მივიღო მონაწილეობა თქვენს კონკურსში, ჩემი მარანით, ალბათ, და ველოდები გამარჯვებას. პატივისცემით გრიგოლ კაკაურიძე. საკმაოდ ბევრი გისჯომიათ ბატონ გრიგოლ და საკმაოდ დიდი შანსები გაქვთ ხა ჩემი დილეტანტური თვალით. ნახეთ, აი ნახე რამდენი ქვია ჩაყრილი. კი, ნამდვილად და რაღაცა ისე არის მოვლილი, რომ ადამიანის მოჭრიანი ფეხით შემოშვება. მოკლედ იყოს სურვილი და ფოტოს გამოგზავნის სხვადასხვა ხერხები არსებობს, რომელიც ჩვენ არ გაგვახსენებთ და გაახსენეთ და აგერ ჩვენს ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ასკანელი ძმები ყოველ ორშაბათს მინი კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას და წესებენ ასეთ შეიძლება მცირეს, მაგრამ ძალიან ხარისხიან და ძალიან სასიამოვნო პრიზებს ველოდებით ჩვენ. ხარულ შემთხვევით პასუხი გამარჯვება. ძალიან ბევრი პასუხია, ბევრი ციფრები და მე შინე ციფრებში არ დავიკარგო, ამიტომ რა თქმა უნდა დავაზუსტებ ჩემს პროდიუსერებთან ერთად პირველი სწორი პასუხის ავტორს, რაიმე არ გამომეპაროს და სულ რამდენიმე წუთში გეტყვით ვინ არის გამარჯვებული. მანამდე კი ჩვენ ერთი სიუჟეტი შეგვიძლია ვნახოთ. კი ბატონო. უბრალოდ ახალ საცხოვრებელ
არა, მე მგონი არა, სუჟეტი, მაკაცხედიანი სუჟეტი უნდა ნახოთ პოლონეთიდან ნობელის პრემიის ლაურეატის შესახებ, ახალი ლაურეატის შესახებ, რომელიც ქართველია რა თქმა უნდა. რა არის მშვიდობა, რა გზით მიიღწევა ის? რა გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, შეიარაღებული კონფლიქტების, ეკონომიკური უთანასწორობისა და მიგრაციის ფონზე. უსაფრთხოების, დემოკრატიისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებმა მე-13 მსოფლიო სამიტზე წელს ვარშავაში იმსჯელეს. მშვიდობის სამიტზე დასასწრებად პოლონეთის დედაქალაქში დალაი ლამა და ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნიც იმყოფებოდნენ. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი საერთაშორისო დონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყოველწლიური ღონისძიებაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ორგანიზაციები ესწრებიან. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მე-13 მსოფლიო სამიტს აღმოსავლეთ ევროპამ წელს პირველად უმასპინძლა. სამიტის ფარგლებში მშვიდობის მხარდასაჭრად გაიმართა მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ლიტველი შემსრულებლების საფორტეპიანო კონცერტი სახელწოდებით ფორტეპიანო მშვიდობისთვის, რომელსაც ქართული დელეგაციაც დაესწრო. ეს არის მუსიკა მშვიდობისთვის, ასე ვთქვათ. აი თემატიკა მინდის ასე, ამიტომ ეს არის ახალგაზრდობა, მომავალი, ასე შემდეგ. პირველად ტარდება ახლა ეს ვარშავაში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის პირველად წარმოდგენილი ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში. იქნება შესრულებული ცოტა შოპენი, იმიტომ რომ ვარშავაში ვართ და ასე ვთქვათ პროკოფიევი, ესეთი შერეული პროგრამა არის 1 საათიანი. მუსიკა, როდესაც არსებობს, იქ არის მშვიდობა. ანუ მუსიკა არის მშვიდობის ელჩი, მუსიკა არის მშვიდობის ენა. საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც ორგანიზატორების ჩანაფიქრით მსოფლიო მშვიდობას კულტურის გზით ეპასუხება, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურა მოდიშარია ესწრებოდა. ვიხარია და გვიამაყება, რომ დღეს შესანიშნავი კონცერტი იყო აქ დაუკრა შესანიშნავად ჩვენმა ელისო ბოლქვაძემ, გარდა ამისა უკვე მისი ხელდასმული თუ შეიძლება ითქვას ორი ბავშვი ლიტველი 12 წლის ვუნდერკინდები, რომლებიც უკრავდნენ ასევე შესანიშნავად და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მნიშვნელობას ამ თავყრილობისა, თუ რას ნიშნავს იგივე ეს დიადი მუსიკა სამყაროსთვის, პლანეტისთვის და ძალიან მიხარია, რომ პოლონეთში ქართული კულტურა აი ასე ძალიან ღირსეულად წარმოჩინდა. პოლონეთში გამართული ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი ალკოჰოლური სასმელების ქართული კომპანია ასკანელი ძმები იყო. კომპანიის სასმელების დეგუსტაცია ვარშავაში სამიტის ფარგლებში მოეწყო. არ ვიცი რა საიდუმლოებები აქვს ამ ღვინოს, მაგრამ ისაა ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. თული ამოიცნო რა აძლევს მას ასეთ განსაკუთრებულ არომატს. კომპანია ასკანელი ძმების დამფუძნებელი ჯიმ შერჩხაიძე პოლონეთში ნობელის კვირაულს თავადაც ესწრებოდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებსა და სამიტზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს საჩუქრად ასკანელი ძმების კონიაკის სპეციალური ჩამოსხმა გადაეცა, რომელიც კომპანიამ საგანგებოდ ამ დღეებისთვის დაამზადა. ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ნობელის სამიტზე მონაწილეობის მიღება და კერძოდ მხარდამჭერი პარტნიორების სტატუსით აქ ყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღეს პირველად წარდგა საქართველოს კულტურა და საქართველოს ზოგადად ნობელის ლაურეატებთან. ზოგადად მეღვინეობაც ხელოვნებასთან პირდაპირ კავშირშია. და ჩვენ ზოგადად ხელოვნებას კულტურას ძალიან შეძლების დაგვარად გვერდში უდგავართ. კომპანია ასკანელი ძმები პოლონეთის ბაზარზე ექსპორტს რამდენიმე წელია ახორციელებს. აღმოსავლეთ ევროპის გარდა ასკანელების სასმელები 18 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში. ასკანელი ძმები 15 წლის წინ დაარსდა და დღეს ის ერთ-ერთი ლიდერია ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შორის. ის 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს და 4 ჭაჭას აწარმოებს. ესე იგი ნობელის პრემიის ლაურეატებს ერგოთ ასკანელი ძმების სარაჩვეულებრივი პროდუქცია საჩუქრად და ჩვენ კიდე შუა დღეში ყავს გამარჯვებული გელა კაველიძე, რომელიც შეუერთდა ამ ბედნიერთა პირველი სწორი პასუხის ავტორი და მას ერგოთ ასკანელი ძმებისგან 2 ბოთლი ძალიან მაგარი კონიაკი, რომელთაც შეუძლია გაუმასპინძლოს საპატიო სტუმრებს. ჩვენი კონკურსის